თავუზი. ძველი საიდუმლო. რაც გავიგე, მართალია ბიძია. დედაჩემს აქედან წასვლის სანაცვლოდ ფული შესთავაზე? ბიცოლო მითხრა, რომ დედაჩემმა ფული აიღო და წავიდა. მითხარი ეს სიმართლეა თუ არა? მე არ მჯერა. შეუძლებელია ასეთი რამ მომხდარიყო. რაც არ უნდა რთული იყოს ამის მოსმენა, რაც გაიგე სიმართლეა შვილო. დედა შენმა მიგატოვა. შეუძლებელია. დედაჩემი ასეთ რამეს არ გააკეთებდა. ფულის სანაცვლოდ შვილებს არ მიატოვებდა. ის ადამიანი არ არის, ვინც ფულის გამო ყველაფერზე წავა. ჩინარი ფულს არ დახარბებია. სხვა გზა არ ქონდა შვილო. ახალი ცხოვრების დაწყება უნდოდა. ფული აიღო იმიტომ რომ სჭირდებოდა. დარწმუნებული ვარ არც მას სურდა რომ ასე მომხდარიყო, მაგრამ იძულებული გახდა. გარემოებამ მოითხოვა რომ წასულიყო. რას ნიშნავს გარემოებამ მოითხოვა? ყველაფერი კარგად მიდიოდა. მე დავიჯერე რომ უდანაშაულოა. ახლა ეს მას ჯერი იყო. მისთვის სიმართლის თქმას ვაპირებდით. ქალი, რომელმაც შვილებთან ყოფნისთვის ამდენი გაჭირვება გადაიტანა, ახლა არ დანებდებოდა. ეს რატომ უნდა გაეკეთებინა? ეს მხოლოდ ოცნება იყო სეჰერ. ზოგჯერ სიმართლე სილას გაწნის და რეალობას გაჩვენებს. დედა შენი საბოლოოდ მიხვდა რომ მისი იმედები ფუჭი იყო. წავიდა რადგან მიხვდა რომ არც ესმა და არც ჩეთინი არ აპატიებდნენ. შენ ყველაზე კარგად იცი რას ფიქრობს მასზე შენი დაძმა. ვიცი, მაგრამ როცა სიმართლეს გაიგებდნენ, აზრი შეეცვლებოდათ. ისევ ერთი ოჯახი ვიქნებოდით. გულახდილად მითხარი, შენი ნათქვამის თავად თუ გჯერა სეჰერ. როგორ ფიქრობ, ბებიას წყალობით სიზურლილითა და ბრაზით გაზრდილი ბავშვები დაიჯერებდნენ, რომ მათი დედა მკვლელი არ არის? ჯეროდა, მაგრამ ჯეროდა იმიტომ, რომ შენს დედა ხარ და თავი ჩინარის ადგილზე წარმოიდგინე. იფიქრე, რომ როგორც შენ არ დატოვებ შვილს ობლად, ჩინარიც არ დატოვებდა. შენ დედის უდანაშაულობის დაიჯერე, მაგრამ ესმა და ჩეთინი შენსავით მიმტევებლები იქნებიან? დედა შენმა შენს დაძმასთან დაპირისპირებას და მათი ცხოვრების თავდაყირად დაყენებას აქედან წასვლა არჩია. მე თუ მკითხავს სწორად მოიქცა. მერწმუნე, ყველასთვის ასე აჯობებს. ღმერთმა შეგარგოს დედა. ძალიან კარგი ამბავი მაქვს. ახლა ხან თურგუც ველაპარაკე და საბოლოოდ დავარწმუნე რომ ჩინარი წავიდა. აი ნახა, სეჰერს რომ დაელაპარაკება, ისიც იგივე ეტყვის, რაც მე ვუთხარი. წავალ. გოგოებს დავხედავ. ფიდანი რაღაც უცნაურ კერძს ამზადებს, სამზარეულო თავდაყირა დგას. ნამოშმური სახის ყურებამ დამღალა. რა მოუვა რომ თქვას ყოჩა ღრძალო, დავალება კარგად შეასრულეო. დედამ პირობა მოგცა, რომ ამიერიდან აღარასდროს მიგვატოვებდა. და მშვიდობების გარეშე როგორ წავიდოდა? და მშვიდობება ყოველთვის რთულია შვილო. ალბათ იფიქრა რომ ჩვენი ცხოვრებიდან ისე მოულოდნელად წავიდოდა როგორც შემოვიდა. მე რომ არ მეცნო, ალბათ სიმართლის თქმას ვერც გაბედავდა. ასე რომ ცოდნა და არ გავამხელდი რომ ვიცანი. აქ მაინც დარჩებოდა. დედა ჩემმა დაიფიცა რომ ჩინარს ცხოვრებას გაუმწარებდა. როგორ ვფიქრობ, აქ რომ დარჩენილიყო მშვიდად ცხოვრება შეძლებდა? რაც არ უნდა მომხდარიყო, მაინც არ უნდა წასულიყო. ვიცი რომ იმედგაცრუებული ხარ, მაგრამ დედა შენი სწორად მოიქცა. ეს მას და ჩეთინის სიმშვიდისთვის და მათი ბედნიერებისთვის დედობაზე უარი თქვა. შეიძლება ახლა მისი არ გესმოდეს, მაგრამ დრო გავა და მიხვდები რომ დედა შენმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მე რა დავაშავე ბიძია? ბედნიერად ცხოვრებას არ ვიმსახურებ? ასე როგორ გამწირა? ნეტავს საერთოდ არ გამოჩენილიყო. იმედი არ უნდა გამჩენოდა რომ ერთად ვიქნებოდით. მაშინ მისი წასვლა გულს ასე არ დამწყვეტდა. ჩემი ბედნიერება ხან მოკლე ყოფილა. სეჰერ? სეჰერ?
Seher, რა გჭირ Seher? გამომართვე. ამის სამართებზე მიხვალ. უკვე იცი რაც უნდა გააკეთო. კარგი, ყველაფერს მივხედავ. იარაღი თან გაქვს? ძალიან კარგი. სამუშაო სწრაფად დაითვისე. ისე სიმართლეს გეტყვი. მეგონა რომ ჰაიდარის წასვლის შემდეგ შენც გაიქცეოდი. მაგრამ სწრაფად გაშინაურდი. უნდა ვაღიარო, ამბიციური აღმოჩნდი. მას შემდეგ რაც სათითაოდ ყველაფერი დავკარგე, რაც კი ძვირფასი გამაშდა. დავიფიცე რომ უკან არასდროს დავიხევდი და ყველაფერს დავიბრუნებდი რაც დავკარგე. ეს ჯერ კიდევ არაფერია. აი ზუსტად ასეთი ადამიანი მჭირდებოდა, ვინც მხარს გამიმაგრებდა, უკან არაფერზე დაიხევდა. ასე გააგრძელე. შენი მომავალი შენ ხელშია. თუ ამ საქმეს წარმატებით შეასრულებ, გაცილებით მნიშვნელოვან დავალებას მოგცემ. შენთან დაკავშირებით დიდი გეგმები მაქვს. მადლობ ძმაო. Seher, კონს მოდი ძვირფასო. მადლობა ხმართ. ძვირფასო როგორ შეგვაშინე? გვეგონა რომ რაღაც დაგემართა. კარგად ხარ შვილო? იმ ყველაფრის მერე კარგად როგორ უნდა ვიყო? ეს რას ნიშნავს? მოხდა რამე? Seheris სახლში წაიყვანე. ადექი საყვარელო. სახლში წავიდეთ. დასვენება გჭირდება. თავი დამონებე. ცოტა ხანს მარტო ყოფნა მინდა. ფეხით გავივლე. მოსულელობ Seher. ასეთ მდგომარეობაში სად წახვალ? ისევ რომ დაეცე და გონება დაკარგო? გთხოვ ვერჯუმენთ. მარტო მინდა ყოფნა. უნდა დავფიქრდე. კარგი. როგორც გინდა. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. რა ხდება? ჩინარისგან ხომ არაფერი ისმის? როგორ დავიჯერო რომ არაფერი იცი? წადი და შენს ქმარს კითხე. ჩინარს კარგად ვიცნობ. ის შვილებს ფულზე არ გაცვლიდა. ვინ იცის შენი ქმარი დაიმუქრა? არაფრით არ დამუქრებია ქალბატონო ჰადია. თურგუთმა ჩინარი დაიბარა და მშვიდად დაელაპარაკა. რადგან ჩინარმა ფული აიღო და წავიდა, ესე იგი ასე ჩათვალა საჭიროდ. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩინარისგან მსგავს საქციელს არც მე ველოდი. მართლა? წადი და ეს ტყუილები შენს დედამთილს მოუყევი. თქვენ კარგად იცით, რომ ჩინარი შვილებს ფულში არ გაცვლიდა. მეც ვისურვებდი, რომ ჩინარს ასეთი რამ არ გაეკეთებინა. თუ რამეს გაიგებთ, დამირეკეთ. წარმატებას გისურვებთ. ქალბატონო ზუჰალ? თუ ქალბატონ ჩინარს რამე დაუშავეთ, თუნდაც მცირედით დააზარალეთ, ამჯერად აღარ გავჩუმდები, ეს იცოდეთ. მისთვის არაფერი დაგუშავებია, ბატონო ჰალილ. ჩინარმა ფული აიღო და წავიდა. ამას მხოლოდ ის დაიჯერებს, ვინც თქვენ არ გიცნობთ. მე ძალიან კარგად გიცნობთ. რატომ არ გჯერა? შენ ყველაზე კარგად იცი ფულის გამო. ჩინარმა შვილები ისე გაყიდა, როგორც შენი ყიდე წლების წინ. ასე არ არის? ბატონო ჰალილ. მართალია. ადამიანების ბედით თამაში გიყვართ. ვინ იცის რით დაემუქრეთ იმ ქალს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო? ქალბატონი ჩინარი, რომელსაც მე ვიცნობ, ასეთ რამეს არასოდეს გააკეთებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას არც ისე კარგად იცნობთ, როგორც თქვენ გგონიათ. ღმერთო, გთხოვ დამეხმარე. თითქმის გავჭერე. ნება მომეციეს, თოკები მოვიშორო.
ადანას რაც შეეხება ძალიან მტკივნეული იყო. ოჩა, დღეს ხმა არ მოგიღია. ესე იგი ბეჭ შეეგუე. ასე განაგრძე, თორემ რაც მოგივა შენს თავს დააბრალე. Yazık ki şimdi ayrıldık. Özledim seni. გაეთრიე აქედან. გაეთრიე. არ მჭირდები. აქედან მოშორდი. ღმერთია მოწმე რომ უდანაშაულო არ შვილო. შენ რომ უდანაშაულო იყო, მთელი ეს წლები ჩვენ გვერდით იქნებოდი. Seni üzmek en son şeydir. Şu kısa უფლებას არ მოგცემ ჩვენს ცხოვრებაში ჩაერიო. გაჩუმდი. გთხოვ მომისმინე. წავალ და ყველაფერს ვიტყვი. ზეჰერ. არ გინდა გთხოვ. დედები შვილებისთვის ყველაფერს აკეთებენ. görmek için ben შვიდობით ჩემო თვალისჩინო. შვიდობით ჩემო პირველო სიხარულო. დედა! gizledim durdum. Senden არ გაგიშვებ დედა. özledim. Hep bekledim durdum. Sensiz olmaz. Kalp dayanmaz. დედა. შეიძლება ზოგჯერ სურვილი გაგჩენიათ რომ დედა თქვენი ცოცხალი ყოფილიყო. გამორიცხული აბებია. ქალს რომელმაც შვილები ობლად დატოვა, დედას ვერ ვუწოდებ. ის მკვლელია, მკვლელი. მადლობა ღმერთს ის მიიღო რაც დაიმსახურა. ციხეში გარდაიცვალა. გულახდილად მითხარი. შენი ნათქვამის თავად თუ გჯერა საჰერ. როგორ ფიქრობ, ბებიას წყალობით, სიძულვილითა და ბრაზით გაზრდილი ბავშვები დაიჯერებდნენ, რომ მათი დედა მკვლელი არ არის. დაიჯერე, იმიტომ რომ შენს დედა ხარ და თავი ჩინარის ადგილზე წარმოიდგინე. იფიქრე, რომ როგორც შენ არ დატოვებ შვილს ობლად, ჩინარიც არ დატოვებდა. შენ დედის უდანაშაულობა დაიჯერე, მაგრამ ესმა და ჩეთინი იქნებიან შენსავით მიმტევებლები. დედა შენმა შენს და-ძმასთან დაპირისპირებას და მათი ცხოვრების თავდაყირა დაყენებას აქედან წასვლა არჩია. მე თუ მკითხავ, სწორად მოიქცა. ერწმუნე ყველასთვის ასე აჯობებს. დამიჯერე შვილო. ასე ჯობია. რატომ დედა? ესმას და ჩეთინს სიმართლე რატომ არ დაუმტკიცე? ასე როგორ დანებდი? ზეინებ ძორფასო. იმედია ამიერიდან ყველაფერი ისე იქნება, როგორც გინდა. ღმერთმა დაგლოცოთ. თქვენ რომ არა ახლა შეიძლებოდა ცოცხალი არ ყოფილიყავი. ზეინებს თქვენ გაბარებთ, ბატონო ოსმან. იმედია პირობას შეასრულებთ. მოუკვდები და პირობას არ დავარღვევ, ადვოკატო. მერწმუნეთ, ჩემს ქალიშვილს წივნიავს არ მივაგარებ. ეს თქვენს გეხებათ. ზეინებს თვალი არ მოაშოროთ.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭირო იქნება. 2 დღეში სასამართლო პროცესი გაიმართება და ზეინები ქმარს გაშორდება. იმედია გადავარჩენთ იმ მოძალადისგან. დავიდეთ შვილო. ჯერჯექი. İyi günler. ნახვამდის. Bir simit versene. ერთი სიმითი მომეცით. Ay öleceğim ახლა მოუკვდები. სიცილისგან თვალებით რემლებით ამასო. ბოლოს ვინ გაიმარჯვა? Tabii ki. რა თქმა უნდა მე გავიმარჯვე. შენ მე ვინ გონი ვარ? ესე იგი ვერ მიხვდნენ რომ ატყუადი. ვერაფერს ვერ მიხვდნენ. ქალბატონო მე ქუდრეთი ვარ. თოლში დავდივარ და კვალს ავტოვებ. თუ გინდა შემდეგ რბოლაზე წაგიყვან. შეჯიბრი ღამით იმართება ხოლმე. Genelde gece oluyor მაგრამ იქნებ მოგინდეს სამოსლა. შეიძლება. თუ მეტყვი რომ ძალიან გავერთობი, რა თქმა უნდა წამოვალ. Bir dakika biz daldık. ერთი წუთით. ჩვენ კი ვსეირნობთ, მაგრამ მანქანასაც დავტოვე. დემეთ. პატარა ჩიტივით ფანჯრის წინზი ხარ და შენ სოლს ელოდები. იმ მოხეტიალემ სახლის გზას რომ ვერ მოაგნოს, ფანჯრის წინ ფესვებს გაიდგა. ფესვებს. ერთი შეხედეთ. ჩვენი პილიგრიმი დაბრუნდა. რა სულელი ხარ, შვილო. Seherim. სერ, Biraz daha iyisin. ძვირფასო უკეთ ხარ? დედა, სად იყავი? ძალიან მომენატრე. მოვედი შვილო, მოვედი. დედა, ისესთან იყავი? რატომ არ წამიყვანე? Kızım sen gel. დურო, მოდი ჩემთან. დედა შენი ცოტა დაღლილია. სერ, ჩვენ ცოტა ხში შედი. წამოწექი და დაისვენე. ეს რა გამომეტყოლებაა? ან რა დამოკიდებულებაა? საღამომდე ქუჩაში დახეტიალობდა. ეს რას ნიშნავს? Yok. დამშვიდდი დედა, სანერვიულო არაფერია. Duru. თავიდან დაიწყებ. დურო? Duru buraya gel. დურო, Gel. მოდი აქ შვილო. შიგნით შემოდი. ესე იგი მე აქ არაფერს წარმოვადგენ არა? ბრძალი დედამთილს პირში უნდა შესციცინებდეს რა გესიამოვნებაო. ჩემი რძალი კი სიტყვასაც არ გაღირსებს. ქალბატონისთვის კითხვის დასმაც კი არ შეიძლება. ნუ თუ ამას იმსახურებ ნერიმან, რა დღეში ხარ? მიდი გაიჭერი გთხოვ? მერტო დამეხმარე. Deli olacağım ya. გავგიჟდები. Ben bu telefonu სად დავდე ეს ტელეფონი? su dökmeye geldiğimde mi düşürdüm yoksa? წყლის დასალევად რომ გავედი იქ დამრჩა? Yok. არა, Kebapçıda mı? საკაბაბეში დამრჩა. Çıkarken elimdeydi. გამოსვლ სასხელში მქონდა. İçeride olmasın. მერტო, შევამოწმებ.
ხო ღმერთო, უფლება არ მისცე ტელეფონი იპოვოს. Ya kadın çekmiş gitmiş. ის ქალი სტამბოლიდან წავიდა დედა. სეჰერი ამის გამო დარდობს. Kadını çok seviyorum. კომიცია ისე ძალიან უყვარდა. აშკარა იყო, რომ ასე მოხდებოდა. Kadına bel bağlama dedim ona. სეჰერი გავაფრთხილე იმ ქალთან საქმე არ დაეჭირა. კარგი დედა, რაც მოხდა. ვერაფერს შევცვლით. რა თქმა უნდა, ვერაფერს შევცვლით. მაგრამ შენი ცოლი შექების ღირსია. Ne zaman nasıl როცა რჩევას ვაძლევ, არასდროს მისმენს. თავს ქვას შეუშვერს ხოლმე. ხო და ახლა რაც მოუვიდა, თავის თავს დააბრალოს. იმდენად დიდ პატივს სცემდა იმ ქალს, რომ საეჭვო არა ურთიერთობა ჰქონდათ. იმ ქალის წასვლას ისე განიცდის, თითქოს დედა მიატოვა. დედა გაჩუმდი. ღვთის გულისათვის გაჩუმდი. არა, მაინც არ მესმის იმ ქალს ასე რატომ დაუახლოვდა. ფულს აძლევდა თუ რა? ადგა და წავიდა. რა თქმა უნდა, ეს მისი უფლებაა, რასაც უნდა იმას გააკეთებს. მაგრამ სეჰერს რა დაემართა? sen ancak beni sustur. Ne o salak რატომ ზრუნავდა ასე ძალიან იმ ქუჩის კალზე? ვერაფერი გავიგე. kızım hoş geldin. შვილო, Gel otur. Hadi otur. კეთილი იყო შენი დაბრუნება. მოდი დაჯექი. დაჯექი და ვილაპარაკოთ ჩვენს პრობლემებზე. რა გჭირს? მითხარი. დეი და აიშესთან მივდივარ. დეი და აიშეს უნდა დავეხმარო. რით დაიმსახურა ამდენი ყურადღება ამ ქალმა? ღვთის გულისათვის გითხარი რა გჭირს? ჩვენც ხომ ადამიანები ვართ. საკმარისია. სეჰერ დამშვიდი. საკმარისია. გაჩუმდი. სეჰერ გთხოვ, ხელი გაიჭერი. მოიცადე. არ მომეკარო. ღვთის გულისათვის გაჩუმდი. ვეღარ ვუძლებ. ყელში ამომივიდა, გაჩუმდი. სულ გაგიშდა ეს გოგო. ჩემზე რატომ ბრაზობ? რა დავაშავე? ტყუილი ვთქვი? Hem ben yalan mı ყოველთვის სიმართლეს ვამბობ. მეტის მოსმენა აღარ მინდა. გაჩუმდი. აღარაფერი თქვა. გაჩუმდი. görüyorum. ხედავ? შენი ცოლი გაგიშდა. Durdu diyorum. რამდენჯერ გითხარი, მაგრამ არ დამიჯერე. კინაღამ თავს დამესხა. პირდაპირ შენს თვალწინ. რატომ დედა? რატომ? Hala ისევ ქალბატონ ზეინებზე ფიქრობ? ხო, Ya şu mahkeme... რა მოხდება სასამართლო მალე რომ დასრულდეს და გოგონა მოძალადეს გადაურჩეს? Gerçi არ ვიცი სწორად მოვიქეცით თუ არა მშობლებთან რომ გავუშვით, მაგრამ çok pişman მათ თვალებში სინანული დავინახე. samimiyetle მე მჯერა რომ გულწრფელად ნანობენ. საავადმყოფოში რომ ვიყავით უნდა გენახა ბატონი ოსმანი როგორ ტიროდა. კაცი განადგურებული იყო. დარწმუნებული ვარ ამიერიდან როგორც მამა შვილს მხარში ამოუდგება. İnşallah იმედია, dediğiniz gibi. ღმერთმა გისმინოს. ისმენ? Ne? რა? Ne diyorsun Kemal? რა საბობ ქემო? Nasıl olur bu? ეს როგორ მოხდა? Tamam. კარგი. Haber verdiğin için. მადლობ რომ შემოტყობინე. რამე მოხდა? სამწუხაროდ ნეჯმი გაათავისუფლეს. რა? ემინე, ზეინებს ხელი მოკიდე და სახლში შეიყვანე. რა ხდება ნეჯმი? რა გინდა? ჩემი სახლის კართან აგესაქმება.
არ გაბრაზდე ოსმან. კარზე დავაკაკუნე და რომ არავინ დამხვდა დაგელოდეთ. ცუდი განზრახვით არ მოსულ ვარ. უკვე ნათლა დაჩვენე შენი განზრახვები. არ გინდა მამა. მომისმინე და მერე გამსაჯე. ვიცი რომ ჩემზე გაბრაზებული ხარ. ცუდად მოვიქეცი. ზეინების სახლიდან წასვლა მწყობიდან გამომიყვანა. მაგრამ ისიც ვიცი დანაშაული როგორ გამოვისყიდო. ზეინების გულს თავიდან მოვიგებ. თხოვარი არ მითხრა. ნება მომეცი ზეინები წავიყვანო. არავითარ შემთხვევაში. ცუდად შენ კი არა მე მოვიქეცი ნეჯმი. მაგრამ მორჩა, გონს მოვეგე. ამიერიდან ჩემს ქალიშვილს ახლოს აღარ გაიკარები. ამის უფლებას არ მოგცემ. აქედან მოშორდი. ზეინებისგან თავი შორს დაიჭირე. ესე იგი ზეინებს არ დამებრუნებ ბატონო ოსმან. მე ნეჯმი არ მერქვას. ეს სიტყვები უკან თუ არ წაგაღებინო. მალე შენს ქალიშვილს შენი ხელით მომიყვან და ჩამაბარებ. დედა, მცენარეული ჩაი მოგიმზადე. დალია მოგიხდება. დღეს ჰადიესთან ვიყავი. არ ინერვიულო, არავინ არაფერი იცის. რა თქმა უნდა, თავიდან ჰადიემ არ დაიჯერა, რომ ჩინარმა ფული აიღო და აქედან წავიდა, მაგრამ დაველაპარაკე და დავარწმუნე. ჩინარს აღარ მოძებნია დედა. გამომივა. აუცილებლად გამომივა. აქედან თავს დავაღწევ. ჩემ შვილებს ვერავინ დამაშორებს. შენი იმედი მაქვს ღმერთო. ძალა მომეცი რომ არ დავნებდე. Ne oldu? რა იყო? Canın mı sıkkın? არ მოგბეზრდა? Vallahi benim de მე ძალიან მომბეზრდა. senin bu kör inadın. შენი სიჯიუტის გამო აქ ვართ გაჭედილები. Kurtulmak istiyorsan თუ გადარჩენა გინდა ნურც თავს იტანჯავ და ნურც მემტანჯავ. ის გააკეთე რაც ქალბატონმა ასიემ გითხრა. სტამბოლიდან წადი. თქვენ შვილებს დატოვებდით და წახვიდოდით? მუქარის გამო ფულს აიღებდით და გაუჩინარდებოდით? iyi satma. თუ გინდა ფულს ნუ აიღებ. უბრალოდ წადი. იცოდე თვალს არ მოგაშორებ. გაიჭერი, გაიჭერი. მადლობა ღმერთს. სეჰერი. სეჰერს უნდა დავურეკო. სად ვარ? ღმერთო, ეს რა ადგილია? არ ირთვება. გაიქეცი ჩინარ. გაიქეცი და უკან არ მოიხედო, სანამ შვილებს არ ნახავ. ღმერთო, ეს რა ადგილია? რომელი გზით წავიდე? გთხოვ სწორი გზა მაჩვენე ღმერთო. დამეხმარე ღმერთო.
kadın akıl mı იმ ქალმა სულ გადამიყვანა ჭყვიდან. ახლა საფულე დამრჩა. Ne yapacağım lan? ღმერთო გაქცეულა. ახლა რა უნდა ვქნა? გახმოვანებულია მთავარ არხზე. Geçti, unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin.